ერთმანეთს იგეგმება და მასშტაბური მშენებლობების პროექტებს გავეცანით, ხო? ბოლო წელიწადში ეს ყველაფერი ბულვართან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ არა მხოლოდ გამწვანებულ ზოლს ჩრდილას, იჩრდილება საბანაო, საცურაო, გასარუჯი ტერიტორიებიც. ამასთან დაკავშირებით თუ იფიქრეთ და ალბათ იფიქრებდით და თუ გაქვთ სარეკომენდაციო წინადადებები შემუშავებული, რაც აუცილებლად უნდა გავუთვალოთ წინათ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი რაც დღეს ვიხილეთ, დარჩება ჩრდილში, მაღალი შენობების და იქცევა ამ რაღაცა უზარმაზარი სასტუმროების კერძო ეზო. მადლობა, საინტერესო შეკითხვა, ესეთი არავის არ მოგიქცია. დაჩრდილვასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ანალიზი ორი მიმართულებით. ერთი უშუალოდ ჩვენ ტერიტორიაზე ობიექტების მიერ დაჩრდილული ტერიტორიები და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ჩაუბრუნავდით ამბასადორის შენობას, რომელიც ჩრდილავს პრომენადამდე გამწვანებულ მონაკვეთს და საკმაოდ პრობლემას ქმნის. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც, რატომაც დავადგინეთ ის სართულიანობა, რაც ამ ობიექტს შეიძლება ჰქონდეს. მეორე მხრივ დაჩრდილვის კუთხით ბულვარის ფიზიკური დაცვის არეალში დადგინდა ის შეზღუდვა, სიმაღლის შეზღუდვის ფორმულა, რომელიც გამოიანგარიშება შენობის ბულვარის საზღვრიდან მოშორების მანძილიდან გარკვეული პროცენტით, ეხლა ზუსტად ვერ გიპასუხებთ იმ დახრის გრადუსს, რაც სწორედ ამ დაჩრდილვის ანალიზიდან გამომდინარე იქნა მიღებული. დაგვაქვს მაგის ხსენება, მადლობა შეკითხვისთვის და მედია გაგიცნობ. გარდა მაგისა, დოკუმენტი კლიენტი საჯარო რომ გახდება, შეგიძლიათ ნახოთ აი ეს ჩრდილის საკითხი. ამიტომ იმ შენობებს ძალიან სწორად აღნიშნეთ, რაც ბულვარის ირგვლივ აქვს პირდაპირ ზემოქმედება ბულვარზე. ჩვენ საპროექტო ტერიტორიასაც ბულვარის საზღვრებს მოიცავს. ეს შენობები თუ ნინოშვილზე იქნება თუ უკანა მხარეს ცდება, ამიტომ ჩვენ იმათზე ვერ დავწერდით ასე ვთქვათ იმპერატიულად რა შეიძლება რა შეიძლება, მაგრამ რეკომენდაციის სახით წერია, რომ არც ერთი შენობა კვარტლებში ბულვარის ირგვლივ ისეთი სიმაღლის არ უნდა აშენდეს, რომ ბულვარზე ეცემოდეს იმისი ჩრდილი. ამისი აღსრულება უკვე არის რამდენად აი ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ ნებართვების გაცემის დროს, მომავალში ჩადებენ ბათუმის გენგეგმაში, უკვე არის აი საკრებულოს და მერიის, თორემ ჩვენ დოკუმენტში წერია ჩრდილებზე გარკვევით. ერთ-ერთი გამარჯვებათ რუსთან ჯაყელი, ბათუმელი და ქართველი ბაზონელი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მართლა მიხარია დღეს, რომ ეს მონსტრი რაღაც დელფინის სახით რო იყო რაღაც ეს შორდება. თუ ეშავია თუ დელფინი არ გავს ყოველ შემთხვევაში რაღაც ნორმალს და ბევრი რაღაც მომეწონა. თუმცა აქ ახლა უფრო სპეციალისტებმა ილაპარაკონ. უბრალოდ გავკარგნიერდება როგორც მართლა ამ ქალაქის ცხოვრები და ბავშვობაში ახლა სულ ბულვარში დავდიოდი, ამ მარიმარიში ვცხოვრობ. ეს რჩევის სახით გეტყოდით, აი კონსტრუქციაზე რო ვილაპარაკეთ, აი თქვა ჩრდილის ადგილი, თქვა რაღაცის საჩრდილოები. ბამბუკის შენობები. აქ იყო ბევრი, აი ჯიხურები ბამბუკის. გამოიყენეთ ეს, იმიტომ რომ არიცი აბაშიძეს რა ჭირდა, რა ფობია ჭირდა, ფსიქოლოგი ვარ და ამიტომ ვამბობ, რომ მას ჭირდა რაღაც ფობია ბამბუკების წინააღმდეგი რა. ყველაფერი აიღო რაც შეიძლებოდა და ძალიან გთხოვთ აი ეს დაუბრუნეთ ეს იერსახე ბათუმს, იმიტომ რომ ის ჯიხურების რომელსაც თქვენ აპირებთ, ხო, ეს ძალიან ლამაზი ბამბუკიდან იყო გაკეთებული, გამოყენებული იყო. იმავე არ ვიცი ახლა თქვენ შეეხეთ თეატრს ჩვენ სასხოს საზაფხულოს. ისის ბამბუკის შენობა იყო, ხო გახსოვს? ხო, ანუ ვიცით ხო ალბათ რომ ალბათ ეს მოხდება უფრო და ეს ჩრდილის ადგილებიც ალბათ ბამბუკიდან რომ გამომიყენოთ, ბამბუკიდან იმიდან გავაკეთოთ. რაღაც ისეთი კონსტრუქცია იქნება და უფრო ლამაზი და შესაბამისი იქნება ბათუმისთვის. ეხლა მე გოგონას დაუთმე ეს კითხვა და ნამდვილად ორივეს კონდეს. რაღაც პერკეტები ალბათ არ არსებობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ხო? ქაბატონი ზეინებ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დღესაც შენდება საშინელი შენობები, რომლებიც ჩრდილას არ არის რაღაც ხრიკის, როგორც ჩანს ხრიკის მეშვეობით. იმიტომ რომ არემარიში შე რო უყურებ ეს ბულვარს ეკუთვნის, მაგრამ რაღაც ხრიკები ალბათ გამოყენებული, რომ ეს ბულვარის გარეთ რჩება და შენდება ეს შენობები. ხო, წაართვეს ხო აი ხო ხედავთ, მე არც ვიცოდი, ახლა ნამდვილად ახლა არქიტექტურაში რა არ ვერყვევი, იმდენად რომ ეს ვიცოდი,
მოსაზრება ვთქვით, და როგორც ჩანს უკვე ნამდვილად ესე არის და მართლა საშინელებას აკეთებს, იმიტომ რომ ზამთარში გასათხოვად რომ გამოვდიოდეთ საგულაოდ. იცით, ზაფხულში შეიძლება ისეთი კარგი იყოს, რომ ჩრთილი მოქცეს, მაგრამ აქ არ არის, ხო საჩრთილი. ეს ფუნქცია მას არ იკისება, მაგრამ ზამთარში იცით, რა ყველა მანძილზე აი სითბოს გვართმევს და საშინელება და საერთოდ რაღაც ამოგდებულია. თუმცა აი მეორე შენობა არ არის ენგელსის და იმის კვეთაში რომ შენდება მონსტრები. აი თქვენ რომ თქვით ზუსტად რომ ის უნდა დაგეგმარდეს რომ ბულვარი იყოს სივრცე გაშლილი, უნდა მოდიოდეს ჰაერი. ისიც რაღაც მომენტში შეგიძლიათ რაღაც ბერკეტების სახით, არ ვიცი, რაც შეგიძლიათ, ხოლმე მადლობას გიხდით ნამდვილად. ხო, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ქალბატონ ზეინაბს, აი ნამდვილად სუნი ქალაქში საჭმის, აი ქალაქში მეთქი ბულვარში რომ უნდა იყოს. ეს იმიტომ ეს ჩვენთან იყოს ეს სვიეტსკაია მესტაო რო იტყვია, ხო იცით საგულაო, ხო? აი ეს ძირითადი ძველი ნაწილი, ხო? ისეთი ვიღაც სახელი დაუბრუნდეს. თორემ მე ახლობლების ვყავს თქვა და აი ჩამოსულები დღესდღეობით რუსეთში და почему здесь не жарят рыбу? Извините, пожалуйста. Это город. Таиландში თურმე ესია და ну არ შეიძლება ესე, ხო? თუმცა მათაც უნდა გამოენახოთ თქვა რაღაც ნაწილი, ეგ მეთანხმები. ზეინაბს ნამდვილად. და კიდევ ერთი რამე, რაც მინდა იმ ნამდვილად ჩემი გამოცდილებით დავამატო, რომ აი აქ იქ მეწარმეები მე არ ვიცნობ ესე, მაგრამ კაფეებში ნამყოფი ვარ და ზუსტად საზაფხულო თეატრთან არის კაფე პატარა. იქ ქართველები, ეს ჩვენი მოქალაქეები არის ჩვეულებრივი ხალხია. აი საზაფხულო თეატრთან არის კაფეები. იცით რა? აი ერთ კაფეში ჩვენ აი ზამთარში და ისიც შევდიოდით, აი ახლა უბრალოდ აკრძალული იყო რაღაც ამ პანდემიის გამო. თორე ისეთ ბესედკის სახით არის ბამბუკის. აი რაღაც ესეთი, ხო, ესეთი კონსტრუქციის სახით მიეცით საშუალება, თუნდაც იქ ორსართულიანია უფრო ისეთი ლოგიკა კონსტრუქცია შტოპლა. აი მე ვთვლი რომ ეს არ უნდა იყოს მანდ მაინც ერთნაირი, რატო? და დახურული რატო? მე არ ვიცი ახლა თქვენი ეს როგორ ჩანდა იქ არ ვიცი ერთნაირი რაღაც, მაგრამ აი ეს რაღაცა შეიძლება დაუტოვოთ ის რაც არის შესაბამისი და არ არის ლანდშაფტს, ხო? და არ ჩtildeავს არაფერს და არაფერს არ არშავებს. და ნამდვილი ბათუმელებისაც ისეთი სიტყვა და სიმბოლების არის და რუსუდანია იქ და იქ რა ვიცი არ ეჩვეულებენ მე არ ვიცნობ იმათ ძალიან ახლოს მაგრამ ძალიან ხო აი ეს ნაწილი სადაც და ყველა თუ ვიცით რამეს გავსი და შეესაბამება ჩვენს თავს ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამის ნამდვილად გადარჩენაში ხო? ერთი წუთი კიდე დავაზუსტოთ რამდენი კითხვა დარბაზში რომ ვიცოდეთ რამდენი ჩვენი ინგლისური ამბასადორი ხელი საწევის კითხვები თუ არის ამბასადორი და კარგი ბაშინ აი დავასრულებთ მადლობა გავითვალისწინებთ რაც შეეხება დაჭრილობას გავეცი უკვე პასუხი თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ჩვენი რეკომენდაცია რომ ბულვარი არ დაიჭრილოს რომელსაც რეგულაციის სახე შეიძლება უკვე რომ მისცეს მერიამ ბერკეტად ქცევა მარტივად შეიძლება თუ კი შემუშავა ასეთი საზღვარგარეთ არის მაგალითად როდესაც აშენებთ შენობას უნდა წარადგინოთ მზის მოძრაობის და ჭრილის ანალიზი და თუ კი იჭრილება საზოგადოებრივი სივრცე იქნება ეს ბაღი სკვერი ბულვარი წუთებში ითვლება და რაღაც ლიმიტია წელიწადში 15-20 წუთს არ უნდა გადააჩიცილოს დამატებითმა ჭრილმა წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიცემა ნება ეს ოღონდ ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას იმიტომ რომ ეს მუშაობს ბულვარის საზღვრებს გარეთ ხო და ეს უკვე რაღაცა თქვენი აქტიურობიდან მომავალში უნდა იქცეს რეგულაცია და რაც შეეხება იერსახეს ეხლა თქვი განაშენიანების გეგმა ვერ განსაზღვრავს ყოველი კაფეს იმას რა ქვია იერსახეს ეს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტია ჩვენ ვიძლევით ამ შემთხვევაში პროტოტიპებს და ასე ვთქვათ სახელმძღვანელო რაღაცა ვიზუალურ მასალას რომელიც შემდეგ ეტაპზე როგორც იქნება დეტალური ლანდშაფტური დიზაინი ხო ასევე უნდა გაკეთდეს დეტალური არქიტექტურული პროექტები კაფეების დონეზე და მუზეუმის დონეზე და მედიათეკისთვის და ასე შემდეგ ეს უკვე და ამის გათვალისწინება უკვე შეიძლება აი კონკრეტული პროექტების დონეზე როგორც ხედავთ, ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა.
აქ დღეს საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ბათუმელები, რომლებსაც კონკრეტული კითხვები ჰქონდათ ბულვარის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით, მათ დასვეს ეს კითხვები, ასევე გააჟღერეს მათი მოსაზრებები. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მოიჯარეები, რომლებიც ბულვარში მუშაობენ ბოლო წლების განმავლობაში, მათ აქვთ კომერციული ობიექტები. ამის შემდეგ, რაც დასრულდება საჯარო განხილვები და საბოლოოდ ჩაიბარებს ბულვარის ადმინისტრაცია დოკუმენტს, შემდეგ უკვე დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს, მანამდე შესაძლოა შენიშვნების სახით ასახული ინფორმაცია შევიდეს კიდეც დოკუმენტში, გარკვეულწილად დაკორექტირდეს ეს დოკუმენტი. მანამდე ასევე საინტერესოა თავად ბულვარის ადმინისტრაცია თუ მოაწყობს საჯარო განხილვებს, თუ აუხსნის საზოგადოებას, თავად ბულვარის ადმინისტრაცია როგორ აფასებს ამ დოკუმენტს, რა შენიშვნების გაზიარებას აპირებს და რა შენიშვნები მიაჩნია მიუღებლად. ამისთვის შენიშვნებისთვის ბულვარის ადმინისტრაციას როგორც ვიცით აქვს 45 დღიანი ვადა, ვიდრე დოკუმენტს ჩაიბარებს. და ამის ათვლა არის უკვე დაწყებული, კომპანიამ უკვე გამართა რამდენიმე საჯარო განხილვა და დღევანდელი საჯარო განხილვა დასრულდა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ჩვენ ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, რაც შეეხება ინფორმაციას თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბულვარის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით, ჩვენ პერიოდულად ბათუმელები ჯიზე გამოვაქვეყნებთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.